სასიკეთო ეს არის შეერთებული შტატების ელჩის მიერ ორგანიზებული მიღება, რომელიც ეძღვნება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოველწლიური ადამიანის უფლებათა ანგარიშის პუბლიკაციას. მე რამდენადაც ვიცი, ანგარიში ჯერ ოფიციალურად საჯარო არ გამხდარა, თუმცა თუ არ ვწდები პარასკევს, ანუ ხვალ უნდა მოხდეს მისი გამოქვეყნება. ელჩმა მიმოიხილა ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა საქართველოში. ეს არის რა თქმა უნდა შარშანდელ წელს ეხება ყველაფერი ეს. და ჩემთან პირად საუბარში თქვა რომ ბევრი რამ არის გაკეთებული, მაგრამ კანონმდებლობის თვალსაზრისით მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, მივიღეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მივიღეთ პატიმრობის კოდექსი, გავაფართოვებთ ომბუდსმენის უფლებები, აგერ გუშინს წინ მეორე მოსმენით მივიღეთ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი არის ის ეხლა, რომ ეს კარგი კანონები კარგად იყოს გამოყენებული. ეს არის მე ვიტყოდი დაბალანსებული აღწერა შექმნილი ობიექტური ვითარების, აკლია ფრაგმენტები და აკლია იმიტომ კი არა რომ იმის არ უნდა დამიხსნას, არამედ იმიტომ რომ ჩვენგან არ იყო მიწოდებული, ჩვენ ყველა ფრაგმენტს დოკუმენტურად დადასტურებულს ადამიანის უფლებებზე, კერძო საკუთრების უფლებებზე მივაწვით აუცილებლად საელჩოს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მართლაც საზოგადოება ძალიან დიდი გულისყურით ელოდება შედეგებს, რადგანაც ვფიქრობთ, რომ თუ კი რაიმე დარღვევა არსებობს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარღვევები საკმაოდ ბევრია, ეს ყველაფერი ასახული იქნება ამ ანგარიშში.